შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე ეძებს პირს, ვინც მუხრანში ორი ადამიანი მოკლა. საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარების მუხლებით მიმდინარეობს. მუხრანის ცენტრში დანაშაული გუშინ მოხდა საკუთარ ავტომობილში. სურა სანამაშვილი და გია ქილარჯიანი ჩაცხრილეს. მკვლელობის რა ვერსიაზე მუშაობს გამოძიება და რას ამბობენ თვითმხილველები. მარიამ ლეკიაშვილმა იცის უფრო მეტი ამ დანაშაულის შესახებ, სწორედ ის გვერდდება ახლა პირდაპირ ეთერში მარიამ გისმენთ. დიახ, გიორგი, ვიდრე გამოძიების ვერსიაზე მოგიყვებით, იქამდე გეტყვით, რომ ამ წუთებში კრიმინალურმა პოლიციამ გაიყვანა ის ავტომობილი, სადაც ორი ახალგაზრდა ადამიანი ჩაცხრილეს შემთხვევის ადგილიდან. ამ ავტომობილს, რა თქმა უნდა, ეტყობოდა ნატყვიარები. როგორც თვითმხილველები ყვებოდნენ, გასროლა, 10-მდე გასროლა მოხდა შავი ფერის ავტომობილიდან. ახლა შინაგან საქმეთა სამინისტრო სწორედ ეძებს შავი ფერის ავტომობილს, რომ დაადგინოს დამნაშავის ვინაობა. საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია ორი დაღუპული ადამიანის ვინაობა. ესენი არიან ზურა სანამაშვილი და გიგა ქილარჯიანი. ისინი, როგორც თვითმხილველები ამბობენ, არიან ადგილობრივები და მკვლელობა სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც გუშინ საღამოს საათებში ისინი ერთ-ერთი სავაჭრო მაღაზიიდან გამოდიოდნენ. თვითმხილველები ამბობდნენ, რომ გაიგონეს რამდენიმე გასროლა, თუმცა კონკრეტულად ეს შემთხვევა არავის დაუნახავს. გამოძიებამ მოიღო ამ მაღაზიის სათვალთვალო კამერების, თუმცა როგორც მაღაზიის მფლობელი ამბობს, კამერები არ მუშაობს, შესაბამისად მასზე რაიმე დანაშაულის ასახვა შეუძლებელია. ჩემი მაღაზია პროსტა და კამერებს მანახულობენ. აქვთ კამერები? არაფერი, არაჩვენებს, ეგ უნდა ვაჩვენე, რომ არაჩვენე. ხან გაიგეთ რამე? არაფერი, მხოლოდ გასროლის ხმა და მე ხალხი დაეწერა. მეორე გასროლა იყო? 3 ან 4. 3 ან 4. ერჭებმა თქვეს, რომ რაღაც გაუნელი მანქანიდან ისრობესო, მე მგონი სხვა და ანუ გაუარა მანქანამ და დაცხრილა? რამე კონფლიქტი მანამდე არ ყოფილა? არა, აქ არაფერი. ხმაური ჩხუბი არაფერი. რაღაცა ხმაური იყო, ვიღაცები დაჭნეს, ვიღაცა დაჭნეს და მე თქვენ რომ გარდაიცვალე და მგონი გარდაცვლილი ეკლატიკა და სხვა არაფერი. იცნობთ ამ ბატონებს? კი, მკვლელები არიან ბიჭები. დიახ. არის არიან, როგორ დაახასიათებთ? კაი ბიჭები, ნორმალი ბიჭები რა. რამდენი წლისები დაახლოებით? 45 ალბათ რა. მეორე? ალბათ ისაც იგი რა. ჯერჯერობით უცნობია თუ რა კავშირი აქვს ამ ორ მხარეს ერთმანეთთან, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით მომხდარი შესაძლოა უკავშირდებოდეს წარსულში მომხდარ დაპირისპირებასაც. შეგახსენებთ იმასაც, რომ გამოძიება ახლა დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით, ესენი 119 და 226 მუხლი, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებას და ასევე განზრახ მკვლელობას დამამძიმებელი გარემოებით.